ფავორიტი ფილმი? და ფილმ უა წარმოგიდგენთ. სცენარის ავტორი ედუარდ ვოლოდარსკი. ანატოლი ჩიჟიკოვის, ელენა ცვენტუხის და ევგენი ტაგანოვის მონაწილეობით. ფილმში ასევე მონაწილეობენ გელა მესხი, ანატოლი ძივაევი, სერგეი გაზაროვი, ევგენი კნიაზევი, მარინა ვოროჟიშჩევა, ნადეჟდა მიხალკოვა, ალექსეი ვერტკოვი, სვეტლანა კოლპაკოვა, ანატოლი გუშჩინი, მარია ანდრეევა, მარია სპივაკი და ვასილი მიშჩენკო. რეჟისორი გინზბურგის სერგეი ვლადიმიროვიჩი. ოპერატორები ანტონ ვერბინი და იგორ ბონდარევი. კომპოზიტორები სერგეი მოროზოვი და ლიუდმილა მოროზოვა. სერგეი შჩერბინის ფილმი. ბელადის ვაჟი. გამარჯობა. 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 ვასილი იოსებოვიჩ. ვასილი იოსებოვიჩ. გამარჯობა. გამარჯობა კუზმიჩ. როგორ ხარ? კიდევ ცოცხალი ხარ? ამას რატომ ამბობთ? მე ასეთი სიტყვებიც კი არ ვიცი. ხო? ხო. მოდი კიდევ ერთხელ გადაგეხვევი. მოდი. ჩვენო ინფორმატორო, გამგუდავთ. ნეკნები დამებზარა. ხო? კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება. გმადლობ. ყოველთვის მოხარული ვარ თქვენს გასხიოსნებულ პიროვნებას რომ ვხედავ. მეც მიხარია კუზმიჩ, შენ სიფათს რომ ვხედავ. აბა, როგორ ხარ თვირთხებო? კუზმიჩ, იცი რა მითხარი? დიახ, ახალი რა არის? რა და ვინ დახვრიტეს? ციხეში ვინ ჩასვეს? იცი ჩვენ სახლს რას ეძახიან? წინასწარი პატიმრობის სახლს. ხედავ? მიხვდი არა? ამხანაგო გენერალო. ზაღლისაც წავიყვანოთ. ბინაში შეიყვანე. ჩემოდნებიდან ნივთებიც იქ შეიტანეთ. კუზმიჩ, კიდევ ვიცი რა მაინტერესებს? რას დგახართ? ნივთები გადმოტვირთეთ. არის? რა პატარა? Ну, привет. გამარჯობა. Саша, ვინ მოვიდა? Никто. არავინ. მამა ჩამოვიდა. Маша, мама, мамико. შვიდი დიდი ჩემოდანი. 4 პატარა ჩემოდანი. 5 დიდი კალათა. პატარა ცუგა. 6 ფუთა. ხრუსტალიო, ფრთხილად. Здрасте. გამარჯობა. გამარჯობა. Хорошая. კარგი ქვეყანაა გერმანია. დიდარი. Чего ж не რატომაც არ უნდა გეხეირათ? только უნდა შევატყობინოთ, სადაც საჭიროა. ამის გარეშე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ვასილი იოსებოვიჩ. знать бы еще ისიც საინტერესოა, ამ ფუთებსა და ჩემოდნებში რა დევს. Здравствуй. გამარჯობა. рад სასიხარულო ამბავი გვაქვს, სასიხარულო. რა ამბავი? ვასილი იოსებოვიჩი დაბრუნდა.
მაგარია. ნადია, ლამაზია. ნადენკა შეხედე როგორ დადის. ხედავ? ხო? მოგწონს? ხო. კარგია. კარგია. შეხედე. ხედავ? ხედავ. კარგია. საით. სად მიდიხარ? მიდი. ნადია, აი ასე. შეხედე. ფრთხილად. საით. აი აქ დავდოთ. ვასია, ეს რა არის? ნადავლი. მადამ. მათი ბავშვები თამაშობდნენ. ახლა ჩვენმა ბავშვებმა ითამაშონ. ჩვენ შვილებს ამდენი რად უნდათ? კარგია. А это кто? ეს ვინ არის? ეს ჰანსია. ჰანსი. ჰანს. ჰანსი. საშა და ნადია საბავშვო ბაღში დადიან? ხო, დადიან. ხო და ამ ყველაფერს საბავშვო ბაღში წავიღებთ. საშა და ნადენკა სათამაშოებს ბავშვებს დაურიგებენ. არა? ხო. როგორ გაიხარებენ პატარები? მოგრეთ, ბერლინის ქუჩებში დავდიოდით და დავინახეთ, რომ სახლს ბომბი დაეცა. სახლის პირველ სართულზე სათამაშოების მაღაზია იყო. გალკა, ამდენი სათამაშო ცხოვრებაში არ მინახავს. შეხედე. აბა, შეხედე. ყველა მექანიკურია, ხედავ? ჯარისკაცები მიდიოდნენ, ოფიცრები იცინოდნენ. ჩვენ კი 4 ფუთად დავტენეთ და ერთმანეთს დავცინოდით. წარმოგიდგენია? ო, ეს ალბათ რამდენიმე საბავშვო ბაღს ეყოფა. სანია? სანიოკ, საბავშვო ბაღში სათამაშოებს წაიღებ? Конечно, რა თქმა უნდა წავიღებ, ოღონდ ჯერ ჩემთვის ავირჩევ. ჩემი მესაკუთრე. ლეკვს არავის მივცემთ. რა თქმა უნდა, პატარა. რა თქმა უნდა, ლეკვს არავის მივცემთ. შეხედე რა ლამაზია. ჰანს, რა კარგი ხარ. მე რა მომიტანე? შენთან მე მოვედი. არ ყოფნის? Мне тебе все. შენ ყოველთვის მაკლი ხარ, ვასა. ჰანს. ჰანს. მომეცი ახლა მე მეყოლება. ჰანს, შენს თავს არავის დაუთმობ. მოდი ჩემთან, ჰანს. არა, ჩემთან იქნება, კარგი ჰანს. ბიჭებო, ერთმანეთი ომის შემდეგ არ გვინახავს. ვასკა, მიხარია ეს სასაკლაო რომ გავიარეთ და ცოცხლები გადავრჩით. საშინელი ომი იყო, საშინელი. ომში ბევრი მეგობარი დავკარგეთ, მაგრამ ისინი ყოველთვის გვემახსოვრება და შვილებს მათ სახელებს დავარქმევთ. მათი სადღეგრძელო დავლიოთ. ხო. მიჭახუნების გარეშე. თევზი მომაწოდე. კიტრი მომეცი. გამომართვე. გმადლობ. ბიჭებო, ლუნკოვზე გაიგეთ რამე? 10 მოთხოვნა გავგზავნე. პასუხი ერთზე მომივიდა. უგზო უკლოდ დაიკარგაო. მაგრამ არა უშავს. ძებნას განვაგრძობთ. აუცილებლად ვიპოვით. ამბობენ, რომ საჯარიმო მეომრები გაუმართავე თვითმფრინავებით დაფრინავდნენ. მართალია? ხო, მართალია. ერთ საავიაციო ქარხანაში ვიყავი. დირექტორმა საამქროში შემიყვანა. იქ პატარა ბავშვები იყვნენ. ჭორვის ხუთებზე იდგნენ და ისე მუშაობდნენ. სულ პატარები. რომ ვიხსენებ დღესაც განვიცდი. ახლაც ბავშვები მუშაობენ? ამდენი თვითმფრინავი რატომ ვარდება? კარგი რა. რა კარგი რა. ახალ იაკებს ხვეზელი ვითაცხობენ. ზემძლავ ძრავებს უყენებენ, მაგრამ 4-დან 3 თვითმფრინავი ვარდება. ვერ დაფრინავენ. ცოტა ხნის წინ სასწავლო ფრენები გქონდა. ხო. და რა, 10 წუთის შემდეგ 2 თვითმფრინავი უკან დაბრუნდა. ძრავამ გაჭედა. მესამე საერთოდ აერში აფეთქდა. მერე რას გაჩუმებულ ხართ? საჩივარს რატომ არავინ წერს? ვინ გითხრა რომ არ წერთ? წერთ ვასია. ჩვენ პოლკოვნიკებს წერთ, პოლკოვნიკები გენერლებს, მაგრამ რასაც გენერლები წერენ, მარშლის საქაღალდეში გროვდება და ამით ყველაფერი მთავრდება. ნოვიკოვის არა? ნოვიკოვის. შუხარინს მისწერეთ? შუხარინს ნოვიკოვის გვერდით თავლით მივწეროთ? დაგწინი? არა, ამ საქმეს ასე არ დავტოვებ. პირადად გავარკვევ ყველაფერს, გესმით? მამაჩებთან წავალ. დარწმუნებული ვარ, ამის შესახებ არაფერი იცის. იმ მარშალს.
ჩვენი ამ ხანაგების ხსოვნა იყოს, რომლებიც მშვიდობიან დროს დაიღუპნენ. გახსოვს მაინც გუშინ რა მდგომარეობაში იყავი? ახლა არ დაიწყო. Каждый день. ყოველ დღე მთვრალი ხარ. Война. ომში არ ყოფილა იმდენი გამარჯვება, რამდენსაც ახლაზე იმობთ. გალია, ხომ გთხოვე არ დაიწყო მეთქი. Ну что это за жизнь? ეს რა ცხოვრებაა? Ну никуда не... არსად დავდივართ. Ни в кино. არც კინოში, არც გამოფენებზე. Я... 2 წელია თეატრში არ ვყოფილვარ. კარგი, გასაგებია. ამ საღამოს წავალთ. სად წავალთ? თეატრში. Обещаешь. პირდები. გპირდები. Вась. ვასია, რა იყო? დამპირდი რომ აღარ დალევ. დედა, გონი ბავშვები გეძახიან. დედა, ნახე ჰანსმა რა ჩაიდინა. მოდი, ჩქარა. კარგი, გავიგე. ხიზელი ქმარი გეყოლება. თეატრალი. გალია. მამასთან მივდივარ. თეატრში წაგიყვანენ და ერთმანეთს იქ ვნახავთ. მოსვლას მოვასწრებ. Только не надо ნუ მასულელებ. если не хочешь თუ თეატრში წამოსვლა არ გინდა, მამა შენს ნუ დააბრალებ. отца приплетать. გალია, Ты понимаешь, что я... აქ სულ მარტო ვარ გესმის? Что я кроме них... ძიძების და მეეზოვეების გარდა ვერავის ვხედავ. Мне в зеркало страшно. უკვე სარკეში ჩახედვის მეშინია. Потому что мне кажется, я ასე მგონია ბებრუხანად ვიქეცი. გალია, რა სამბობ? შენ რა ბებერი ხარ? Почему? თუ ასეა, რატომ არ მიყურებ? Даже забыл. უკვე დამავიწყდა როგორ მკოცნიდი. Не ищи. არ წახვიდე. მალე ისიც დამავიწყდება როგორ გამოიყურები. გამოვსორდები. კარგი, საკმარისია, მამამ გამომიძახა. Да врешь ты. ცრუობ. დღეს არავის დაურეკავს, გასაგებია? ხო, არ დაურეკავს, მაგრამ სასწრაფოდ მამასთან უნდა წავიდე, გალია. რამდენი თვითმფრინავი ჩამოვარდა, მფრინავები იღუპებიან, გესმის? რა თვითმფრინავი? ომი დამთავრდა. Смешно. ეს უკვე აღარ არის სასაცილო. ახლა მფრინავებიც გამოიყენე. გალია, საერთოდ უფიქრთები რა სამბობ? ხვდები? ასეთ საკითხებზე არ ხუმრობ. Едь ты სადაც გინდა იქ წადი. хочешь. К отцу. მამასთან, შენს ქალებთან წადი. А я стану... მე კი აქ დავრჩები. არ სადაც არ წავალ. გეყოფა საკმარისია. გეყოფა მეთქი რომ გეუბნები. 2 საათში თეატრთან დამელოდე. ბროვკინ. არ სადაც არ წავალ. გამარჯობა, მამამ. შეიძლება? რატომ არ გამაფრთხილე რომ მოსვლას აპირებდი? იმისთვის რომ არ გეთქვა დაკავებული ვარო. დაკავებული ვარ. მამა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სიკვდილ სიცოცხლის საკითხია. ჩემი არა, სხვების. დაჯიქი. Что случилось? რა მოხდა? მინდა გკითხო. იცი თუ არა რომ ჩვენი საავიაციო ტექნიკა ძალიან დაბალი ხარისხისაა? Ты что, меня... დაკითხოს მიწყობ? არა, უბრალოდ მინდა გავიგო რა ხდება. თუ შენს თვითმფრინავებზე გინდა ლაპარაკი, ნოვიკოვთან წადი. Новикову. მამა, შეგიძლია უბრალოდ მომისმინო.
ეს იაკ 9-ს ეხება. წვრთნების დროს მან ბრწყინვალე შედეგები აჩვენა. ეს კი ანგარიშია იმის შესახებ თუ რა ემართება მას საავიაციო ნაწილებში. 3 მარტი ლეიტენანტმა მაშკოვმა დავალება ვერ შეასრულა და უკან დაბრუნდა. მიზეზი გაუმართა ვიძრავა. 10 მარტი კაპიტან ხრაპოვის თვითმფრინავს მილი მოძვრა. 11 მარტი აეროდრომზე დაბრუნდა ლეიტენანტი კოზაკოვი. მან დავალება ვერ შეასრულა. აღმოჩნდა რომ თვითმფრინავში ავზიდან საწვავი ჟონავდა. 15-16 მარტს თითქმის იგივე განმეორდა. 26 მარტი ერთდროულად 3 თვითმფრინავს აღმოაჩნდა ტექნიკური პრობლემა. 28 მარტი ძრავის გაუმართაობის გამო დაიღუპა უმცროსი ლეიტენანტი ვორობიოვი. მისმინე ვასილი. სახლში დაბრუნდი. დაისვენე. ბავშვები აღზარდე. ეს სამხედრო საჰაერო ძალების მეთაურის საქმეა. შენ კი ჯერ მათი მეთაური არ ხარ. სხვის მოვალეობებს შენს თავზე რატო მიიღებ? ეს სხვისი კი არა, ჩემი მოვალეობაა. ამ ხანაგებს უნდა დავეხმარო. ბოლო 9 წლის განმავლობაში უფრო მეტი თვითმფრინავი განადგურდა, ვიდრე 1943 წელს. ან ძველი თვითმფრინავებით დავფრინავთ, ან დაზიანებული ძრავებით. ნოვიკოვის საჩივრებს საქაღალდეებში ინახავს და იმით მერე უკანალს იწმენს. გესმის რას ამბობ? მესმის მამა, კარგად მესმის. ომი დამთავრდა. და არ დავუშვებ, რომ ჩემმა მეგობრებმა სასწავლო დავალების შესრულების დროს არ იცოდნენ დაბრუნდებიან თუ არა ცოცხლები ფრენიდან. კარგი. ლამაზად ლაპარაკობ. წადი. რამეს მოვიფიქრებ. წადი. გმადლობ, მამა. ბერიასთან დამაკავშირეთ. მომისმინე ლავრენტი. ჩემთან ვასილი იყო მოსული. ხო. ქაღალდი მომიტანა. ო, საინტერესო. მარშალი ნოვიკოვი უნდა შეამოწმო. სერიოზულად უნდა შეამოწმო. მინდა ვიცოდე ჩვენი თვითმფრინავები რატომაა გაუმართავი. კეთილი ინებოს და აგვიხსნას. გალკა რომ მოვა ლოჟამდე მოაცილა. გახევი. გამარჯობა ამხანაგო გენერალ-მაიორო, თავისუფლად. უფრო მაგარი არაფერი გვაქვს? ბუფეტში პორტვეინი აქვთ და კონიაკი კლიმ ვოროშილოვი. რა თქვი? კლიმ ვოროშილოვი? ეს რას ნიშნავს? გთხოვთ მაპატიოთ ამხანაგო გენერალ-მაიორო. მაგარი დავარგებული კონიაკია. კლიმ ვოროშილოვი მაგარია და დავარგებული ნაბიჯრები. აუცილებლად მოვუყვები კლიმს. რა ქვია? ალექსანდრე, ვასილი, სასიამოვნოა. ვლადიმირი, ვასილი. მოდი გამარჯვების დავლიოთ. ახლავე ყველაფერს მოვაგვარებ. ლამაზო. დიახ. 2 ბოთლი კლიმ ვოროშილოვი მოგვიტანე და რა თქმა უნდა, რამე მისაყოლებელი. ახლავე მოგიტანთ. ლიუბა. Вот мы с აი შევხვდით ერთმანეთს. ვასილ იოსებოვიჩ. ამხანაგებო დაუჩქარეთ, სპექტაკლი იწყება. შენზე ვფიქრობდი, მართლა ვფიქრობდი. ალბათ გეგონათ რომ მოვკვდი არა. შეიძლება წავიდეთ ამხანაგო გენერალო. რა? სპექტაკლი იწყება. ხო, წადით. არის. ლიუბა, იცი ბიჭებს უყვებოდი მე და შენ ვილისით ტანკებს რომ გადავუდექით. შენ ისეთი გაბედული იყავი. А я сейчас. მე ახლაც გაბედული ვარ. საცხოვრობ. ხომ გითხარით, დაგავიწყდათ? მაპატია დამავიწყდა. სტარომონეტნის შესახვევში. გაიგე, წადი.
სად იყავი იდიოტო? იქ ვიყავი ფოიეში ვიჯექი. მოსაწევად ტუალეტში შევიდა. იქი არ ჩაულია. აღიარე რომ არ დაგინახავს. არ დამინახავს. ოდა ახლა შენ გამო ყველა დუქანში უნდა ვეძებოთ. მოგვეცა საქმე. ბედი არ გინდა? სახლში ახალგაზრდა ცოლი მელოდება. ორ პატარა შვილთან ერთად. მე კი ეს მთვრალი ხვადი მთელ მოსკოვში უნდა ვეძებო. მოკლედ ჯერ არაგვში წავალთ. მერე სავოიში. იქნებ მსახიობთა სახლში წავიდეთ. იქ გვიანობამდე სვამენ. იქნებ ვინმე მსახიობი ქალი გამოიჭირა და მასთან ერთად წავიდა. კარგი. მსახიობთა სახლში წავიდეთ. მსახიობთა სახლში. ამის შემდეგ ცალ-ცალკე წავალთ. შენ სავოიში, მე კი ოფიცერთა სახლში. არის სამხანაგო უფროსო ლეიტენანტო. გამომართვი. თავისუფალი ხარ. რაოლი უბაშა. არ გინდა სახლში შემიპატიჟო. მინდა, მაგრამ მეშინია. ქმარი? არა, თაყვანის მცემელი. ხო? სამაგიეროდ ძალიან უყვარვარ. ახლა შენთანაა? არა, მაგრამ ნებისმიერ დროს შეიძლება მოვიდეს. იცი როგორია? როგორი? ფრონტელი მზვერავია. მართლა? ხო, კაპიტანია. 2 კილო ჯილდო აქვს მიღებული. მართლა? საშინლად გაბედულია. ლუბკა, მოკლედ ძალიან შემაშინე. იქნებ წავიდე, შარს გავერიდო. წავიდე? კარგი, წავალ. ვასია, რას ამბობ? მაბატია, ვასენკა, გესმის? მაბატია. ვასია, არ დაიჯერებ. ჰოსპიტალში რომ ვკვდებოდი, მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი. შევძლებდი თუ არა ოდესმე შენს ასე ახლოს ნახვას. მაბატია, გესმის? მაბატია, ვასია. უკვე აღარ ვიცი სად ვეძებო. მართლა არ ვიცი. მოსკოვში იმდენი ქალი ჰყავს, რომ თვითონაც იცი. ერთი კვირა დამჭირდება ყველა რომ შევამოწმა. მისამართები იცი? ვიცი. თუ ასეა წავედით. უკან გახევი. აკრას აკეთებთ. გამარჯობა. გამარჯობა. მოვიდა წუკნა. კარი დაკეტე. ახლა მილიციას გამოვიძახებ. თქვენი ხმა არ გავიგო. ვასენკა. ძვირფასო. ესეც დასრულდა. რას გულისხმობ? ახლა რამდენი ხანიც უნდა ვიცოცხლო. ამ ღამეს ყოველთვის გავიხსენებ. გმადლობ, ვასია. მეც გავიხსენებ. ნუ იტყუები. ხვალ ყველაფერი დაგავიწყდება. მართალიც იქნები. ჯემნაირი ბევრია.
Это ის არის. ისევ ღამე მობრძანდი? ასეთი რა საქმე გაქვს ვანია? რამდენჯერ უნდა გითხრა? არა, ისე მოდის როგორც საკუთარ სახლში. ეს რა არის? Что? რა? Ух ты. ამას უყურეთ. გენერალ-მაიორი Он что? ნამდვილია? Настоящий. ნამდვილია ვანია, ნამდვილია. Ну понятно. გასაგებია. Пришел. ესე იგი გენერალი თეატრში მოვიდა კულტურულად გასართობად. Тут ты. ეს შენს გამოიჭირე. Что ты делаешь? რა საკეთებ ვანია? რა საკეთებ? ხელი არ ახლო. აიღე კიტელი მეგობარო. ცოდვას ნუ ჩამადენინებ. Твой что? შენია? ო, ჩემია, ჩემი. აიღე კიტელი. ესე იგი გენერალი შენ ხარ? Я. ხო, Подними. აიღე კიტელი. А то что? რომ არ ავიღო რასიზამ. А то в глаз. ხბაში მოგხვდება. Ну давай. მიდი. ვასია, კმაყოფილი ხარ? ვასია, რა ქენი? Ванька, ვანიჩკა გტკივა? Вася! ვასია, Вань, ты что? ვანია გაგიჟდი? Хватит! გეყოფათ. Сейчас драку ჩხუბს აპირებთ? познакомились. საკმარისია. მორჩა, Ой, сказала Вася. საკმარისია ვასია. Уйди. გადი იქეთ. Что, Квир? გავსურდით? არა. Ты что? აქ რატომ მოხვედი? საკუთარი სახლი არ გაქვს? შენ? მე? А у меня вот только. მე მხოლოდ ლიუბაშა მყავს. Я 42-ში ყველა დამეყובה. отца. მამა, დედა, ორსული ცოლი. Думал, что все. მეგონა მორჩა, ცხოვრება დასრულდა. Потом вот შემდეგ კი Любаш. ლიუბაშას შევხვდი. და თითქოს მეორედ დავიბადე. Люблю. მიყვარს გესმის? Люблю. მიყვარს. Ты вот сейчас. შენ გამოჩნდი Я голову და за. მას უბრალოდ თავგზააუბნი. А мне все равно. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ შენთან იწვა. მის გამო კაცს მოვკლავ. გასაგებია? Убей. გენერალსაც მოვკლავ და მარშალსაც გესმის? Я жить. ამ ქალთან ერთად მინდა ვიცხოვრო, დავბერდე და მოვკვდე, გესმის? Ни хрена ты. ვერაფერიც ვერ გაიგე. გენერალო. Ты прости. მაპატია ივან. Ошибся. შეცდომა მოხდა. შორს შევტოპეთ მე და შენ, ლიუბაშა. Войну вспомни. ომი გავიხსენეთ, А война уже прошла. მაგრამ ომი უკვე დამთავრდა. გახევი ამ კაცს ცოლად. Хорошим. კარგი ქმარი იქნება. На вот. აი, შენ კონდეს. Подарок на საქორწილო საჩუქარი იყოს. არ დაკარგო, ძვირფასია. შვიდობით, ლიუბაშა. Сынок. ჩემს ვაჟს ვასილის მამისგან, სტალინი. Что-то не. ვერ გავიგე ეს, ვინ დაწერა? ამ ხანაგმა სტალინმა. Он что, его. ესე იგი, მისი შვილია? Как ты меня... რანელა აზროვნებ ვანია. აი თურმე რა. ამ ხანակ სტალინის შვილი ყოფილა. მე კი ყბაში მოვარდყე. Дура. სულელი ხარ. Дурак. სულელი ვარ, Дурак. სულელი. Только დაღონდ იცი რა. я ведь. ახლა უკვე აქედან აღარ წავალ. გენერალმა თქვა დაქორწინდითო, ესე იგი უნდა დავქორწინდეთ. Приказ начальника. უფროსის ბრძანება უნდა შევასრულოთ. ხომ ასია ლიუბა?
მაოცებ ნიკოლაი სიდოროვიჩ. Ну никуда тебя კაცი ვერსად დაგემალება. Как же ты меня... როგორ მიპოვე? საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში მუშაობ. მოსკოვის სამხატვრო თეატრში კი არა. Ну прости, Николай. მაპატიე ნიკოლაი სიდოროვიჩ. Не бойся. ჩემ გამო ისევ ხამესათევ. Ночи за меня. მაპატიე მესულელს. წადი შენი. ცხვირი მოიწმინდე. Чё осталось? რას დგახარ, წავედით. Галя. გალია, მოვედი. ბროუკინ, დიახ. მორჩა თავისუფალი ხარ. არის. გალია, Ну чё? ასე რატომ მიყურებ? Ну, встретился с ძველ მეგობარს შევხვდი. старыми. Ну и вы... ცოტა დავლიეთ. По-моему, გონი მხოლოდ მეგობარს არ შეხვედრი ხარ. გალია, Галь, ну გალია, შეწყვიტე რა დაგემართა. ты думаешь, я не знаю გონი არ ვიცი სად დადიხარ. похождений? მორჩა. ჩემი მოთმინება მოიწურა. Ну перестань. შეწყვიტე გალია. Что ты опять თავიდან ნუ დაიწყებ ისედაც თავი მткиვა. болит? დღეიდან აქ დაიძინებ. Отдыхай. დაისვენე. Будьте любезны. რა თავაზიანი ბრძანდებით. ლავრენტი, რა? მანქანიდან რატომ გადმოვედით? ეს ხომ სახიფათოა. აქ უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით. არ მინდა რომ ვინმე გვისმენდეს. ლანის პირზე დავდივართ. მაგ ნოვიკოვმა და შახურინმა მეც უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდეს. მათ მაგივრად ყველა თვითმფრინავს ხომ ვერ შევამოწმებ. დამშვიდდი გიორგი. 37 წლის გამეორება არ იგეკმება. სიტყვას გაძლევ. კარგია. თუ ასეა. იცი, რაზე მინდა დაგელაპარაკო გიორგი. კადრები კარგად იცი. როგორ გქონია სამხედრო საჰაერო ძალების მეთაურად, ვინ შეიძლება დავნიშნოთ? Мне кажется, მგონი ვერშინინი დროებითი ფიგურაა. может быть, იქნებ ჟიგარევი დავაბრუნოთ. ჟიგარევი? ლავრენტი, რას ამბობ? რა იყო? შვენივრად იცი რომ პატრონმა მას ყველას წინაშე ნაძირალა უწოდა. უწოდა, მერე რა, ხომ არ დაუპატიმრებია? სხვათა შორის, მისი დაბრუნება ვასიას მეშვეობით შეიძლება. მეგობრები არიან, გესმის? კონკრეტულად რას მთავაზობ? კონკრეტულად გთავაზობ, რომ საბრძოლო საჰაერო ძალების მეთაურად ჟიგარევი დაინიშნოს. ვასიას კი მოსკოვის ოლქი ჩავაბაროთ. კონკრეტულად ამას გთავაზობ. ვასია? ოლქის ავიაციის მეთაურად? რას ამბობ? რატომ? ეგ რა მეთაური უნდა იყოს ქარი უკრის თავში. რა ქარი? ეგ ნიავია, ქარი კი არა. სამაგიეროდ მისი მეშვეობით შეგვიძლია თვითმფრინავ მშენებლობის უსაფრთხოება უზრუნველყოთ. გასაგებია? Ну да. მართალია. Хозяин პატრონი შვილს რას უზემს? უყვირებს და მორჩა. на фоне Василия. ვასილის ფონზე სხვებიც უფრო თავისუფლად ისუნთქებენ. კარგი ნათქვამია. Хорошо. ხო, მაგრამ მაინც დიდი რისკია. მისმინე, რისკი ყველგან და ყოველთვის არის. მაშინაც კი როცა ხინკალს ჭამ. Ты ж скажи, მიდი ახლა დაამატე. თავარია ომი არ იყოს. აჰა. знаешь, вот იცი ახლა აჯობებს о другом. კიდევ ერთ რამეზე ვიფიქროთ. Рядом კარგი იქნება. ვასილის გვერდით ჩვენი ადამიანი თუ გვეყოლება. იპოვე ვინმე კარგი ბიჭი. парня მფრინავი. გოგონა, летчик, მფრინავი. в каком смысле? რას გულისხმობ? ხომ იცი? ты же знаешь, ქალები слабоват. ვასიას სისუსტეა. ეგ მე მკითხე. Слушай, Георгий, მისმინე გიორგი. ты просто ინტრიგანად ხარ დაბადებული. Ой, ამდენი ხანია ცეკას კადრების განყოფილებაში ვმუშაობ. что ты знаешь? ამ წლებს უკვალოდ არ ჩაურლია.
მოკლედ საბუთები უნდა მომზადდეს. გიორგი, რა იყო? წამოდი მანქანაში ჩავსხდეთ. რატომ? აქ ყოფნა სახიფათოა. ო? კარგი, წავიდეთ. ოჩახ, ჩემო ლამაზო. Ты мой. ეგოროვიჩ, ეს მე მესალმება თუ შენ? მე რატომ უნდა მესალმებოდეს? ლამაზი, ჩემი ლამაზი. მე ყოველდღე მხედავს. თქვენ გიცნოთ ვასილი იოსებოვიჩი. ხედავთ როგორ უხარია. Выпить-то есть? დასალევი გაქვს ეგოროვიჩ. რა თქმა უნდა. მიდი მოიტანე, ახლავე. Тихо. შვიდად. დამშვიდდი წითურო. ჩემო კარგო. აი ასე. Вот так. Эх, рыжик. წითურო. На. აი, კარგი ხარ. Как же я როგორ მიხარია რომ გნახე. Ты знаешь, იცი? я думал მეგონა ომიდან რომ დავბრუნდებოდი, по-другому. ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. Думал любить меня, მეგონა ვეყვარებოდი, понимать. გამიგებდნენ, Нет, მაგრამ არა. ошибался я. ცდებოდი წითურო. Никто меня არავის უყვარ ვარ. никому. არავის ვჭირდები. Там я нужен. იქ საჭირო ვიყავი, აქ კი არა. Только ты меня и ხოლო ჩემ გესმის ჩემი. ты меня и любишь. ხოლო ჩემ გიყვარ ვარ წითურო. Ничего. არა უშავს. ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენს თავს Вот он обзор. ბუდიონისაც უჩვენებ. Егор, როგორ შეშურდება. ეგოროვიჩ, მოდი გავასეირნოთ. Ну чего ж не выиграл? რატომაც არა. წამოდი. გავასეირნოთ. აბა, წამოდი. давай. წამოდი. Ой, красавчик. ჩემო ლამაზო წითურო. მიდი ისეირნე. Ай. Ну, მიდი. Давай. მიდი. წადი ჩემო ლამაზო. Савец мой, а? Егорыч, смотри. ეგოროვიჩ, შეხედე. შეხედე როგორ დადის. დედა, თოჯინა დამიხატე. დედა, გესმის? რა? წითური. წითურო შეჩერდი. საშა, წითურო. შეჩერდი. წითურო შეჩერდი. საშა, ეგოროვიჩ, მიდი. საშა, წითურო შეჩერდი. ნუ გარბი ხარ, შეჩერდი. საშა, შეჩერდი. შეჩერდი წითურო. ღმერთო, მორჩა. საშა, კარგად ხარ? ხომ არაფერი გტკივა? არაფერი, დედა. ყველაფერი კარგად არის გალია. დალიე. არა. ნუ ტირი, დედა. საშა, რატომ გაიქეცი? რატომ? Я считаю, თვლი რომ მოსკოვის სამხედრო ოლქის ავიაციაში не должно თვითმფრინავების დიდი რაოდენობა არ უნდა იყოს. быть самолетов. Но она მაგრამ ის знамя მაგალითი უნდა იყოს для всей ჩვენი ქვეყნის остальной დანარჩენი части военных. სამხედრო ოლქებისთვის. В ней должны იქ ჩვენი ყველაზე ცნობილი მფრინავები უნდა იყვნენ. герои ომის გმირები. не да გასაკვირი არ არის, რომ ჩვენი მფრინავები ხალხში განსაკუთრებული პატივისცემით და სიყვარულით სარგებლობენ. кажется, товарищ. ამხანაგებო,
როგორ ფიქრობთ? Не возникнут ли სხვა სამხედრო ოლქების მფრინავები летчиков в других ხომ არ განაწყენდებიან и და принесут მოიტანს თუ არა სარგებელს? все? კადრების გადაადგილება ჩვენს სამხედრო საჰაერო ძალებში. რა თქმა უნდა, იოსებ ბესარიონოვიჩ, ეს მოიტანს სარგებლობას და მეტიც შექმნის პირობებს, რომ ჩვენი ავიაციის საუკეთესო მფრინავებმა სამხედრო საჰაერო ძალების აკადემიის მომავალი კადრები მოამზადონ. Ты что? შენ რა სიტყვი, ლავრენტი პავლოვიჩ? Военного სამხედრო საჰაერო აკადემია მხოლოდ ერთი გვაქვს. საუკეთესო მფრინავების საჭიროა ლენინგრადშიც, სარატოვშიც, ტაშკენტშიც, მაგრამ გეთანხმებით, საუკეთესოთა შორის საუკეთესონი მოსკოვის სამხედრო ოლქის ავიაციაში უნდა სწავლობდნენ. მოსკოვის ოლქის ავიაციის მეთაური ზბიტოვია? დიახ. ავიაციის გენერალ-ლეიტენანტი ზბიტოვი. შტაბის უფროსი კი ავიაციის გენერალ-მაიორი ვორონოვია. ამ თანამდებობებზე ისინი უკვე დიდი ხანია 1941 წლიდან არიან. მეც მაგას ვამბობ. ამხანაგ ზბიტოვს დიდხანს მოუწია ამ თანამდებობაზე ყოფნა. лучше იქნებ ოლქის ავიაციის ხელმძღვანელობა შევცვალოთ. округа. უფრო ახალგაზრდები და პერსპექტიულები დავნიშნოთ. ნუ თუ ასეთი ადამიანები არ არსებობენ. არის ასეთი ადამიანი, იოსებ ბესარიონოვიჩ. მას ყველა იცნობს და ყველა პატივს სცემს. მეტიც ის უყვართ. ავიაციის გენერალ-მაიორი ვასილი სტალინი. Иосиф, იოსებ ბესარიონოვიჩ, შენი ვაჟი მოსკოვის სამხედრო ოლქის ავიაციის ღირსეული მეთაური იქნება. ახალგაზრდა, ნიჭიერი, პერსპექტიული გენერალია. Наполеон. ნაპოლეონი. რატომაც არა? Я живу еще мальчик. ვასია ბავშვობიდან მახსოვს. გაბედული ბიჭია. Отчаяние. გაბედული? ხულიგანი და თავნება. იაჩვია რომ ყველაფერი თავისით მისდის ხელებში. Мало საკმარისად არ ვშიდი. любил. მიყვარდა. Справить. შეძლებს იოსებ ბესარიონოვიჩ. თავს უტებ. Смотри, გაითვალისწინე ლავრენტი პავლოვიჩ. ადამიანს ერთი თავი აქვს. к сожалению. სამწუხაროდ. გამარჯობა. შენ ვინ ხარ? არა, მითხარი შენ ვინ ხარ? Председатель. რაიკომის თავმჯდომარე თუ ფუნა ჯოხზე? А? მოკლედ, შენ დამპირდი რომ ამ კვარტალში ჩემი მფრინავებისთვის 27 ბინას გადმომცემდი. დამპირდი თუ არა, მითხარი. Да ты ფრონტის მონაწილეებისთვის, შენი დედაც, ორდენოსნებისთვის. где? გეკითხები ბინები სად არის? Слушай. მისმინე, ტიმოფეი, ნერვებს ნუ მიშლი. Первый 1 მაისს ჩემს მფრინავებს вручить 27 20. ბინის ორდერი უნდა გადავცემ. Ну как? რა როგორ არიცი? Кверху როგორ და საზეიმო ვითარებაში? коровки. И тебя. შენს დაგპატიჟებ. რას ნიშნავს რატომ? სამგზის საბჭოთა კავშირის გმირს, კოჟედუბს, ჭიქას მიუჭახუნებ და მასთან ერთად ბრუდერშაფტსაც დალევ. А если და თუ ორდერები არ იქნება, პარტიულ ბილეთს მაგიდაზე დამიდებ. ან ლუბიანკაზე წაგიყვანენ и там? და ახსნა განმარტების მიცემა იქ მოგიწევს. Я ведь не шучу. არ ხუმრობ ტიმოფეი გრიგორიევიჩ. Я вечер. რასაც ვამბობ, ყოველთვის ვასრულებ. თავი მდგივა. Вот про. უსაქმურები. Твою же. ჯიანდება. Бровкин. ბროვკინ, ამდენი ხანი სათხარ. თქვენთან გენერალ-მაიორი ტერეშჩენკოა მოსული მოხსენებით. Каким еще რა да? მოხსენებით? Ну как? როგორ ვასილი იოსებოვიჩ? По проекту. ორი დახურული სპორტ დარბაზის პროექტის შესახებ. Ах да. ხო, გამახსენდა. კარგი შემოიყვანე. და გაიმეორე. არის. შეიძლება ვასილი იოსებოვიჩ. მოხსენებით მოვედი. შემოდი. სხვათა შორის
ვასილი, სამხედრო ოლქის ავიაციის ხელმძღვანელის მოვალეობას შესანიშნავად უძღვება. ყველა აქებს. Пьет. ოღონდ ეგ მეთაურის სვამს ისე გენერალს რომ არ შეეფერება. კობა. ვასიას ბევრი მეგობარი ჰყავს. ყველას უნდა რომ პატივისცეს. უარს ვინ ეტყვის. Да нет. არა, კარგი ბიჭია, კარგი. სპორტიც როგორ აღორძინა. უნდა რომ მისი ბიჭები ყველაფერში პირველები იყვნენ. ალბათ ჩემს დინამოელებს უნდა რომ გაუსწროს. კობა. ომგესმის, როცა კაცს ოჯახში პრობლემები აქვს. Все в порядке. გაჩუმდი სემიონ. Он у მე меня მკითხა რამე, როცა ქორწინდებოდა. вот ახლა მიიღოს, получает რაც დაიმსახურა. ხო. გეთანხმებით. ჩემს ვაჟთანაც იგივე მდგომარეობა მაქვს, ხო? ვეუბნები. შეხედე, მარშალ ტიმოშენკოს რამზე თუ ნახავი ქალიშვილი ყავს მეთქი. მაგრამ არა, არ შევხედავო. ჩემი საქმის მე ვიციო. ау მარშალ ტიმოშენკოს ქალიშვილი ყავს? ხო. პირველი ქორწინებიდან. კატია. ლამაზია? ძალიან. გამარჯობა. მიხაილოვიჩ, გამიღე. Девушка, გოგონა, 5 ვარსკვლავიანი კონიაკი თუ შეიძლება. Василий, ვასილი, идите. ჩვენთან მოდით. ალისა, რა მოულოდნელი შეხვედრაა. Знакомь. გაიცანით, ვასილი იოსებოვიჩ. ჩემი მეგობარი კატია. Катя, тебе. კატია ტიმოშენკო. Тимошенко. ტიმოშენკო, ნაცნობი გვარია. Мой папа. მამა ჩემია. Марш. მარშალი ტიმოშენკო. Присаживайтесь. ჩვენთან დაბრძანდით. самое საუკეთესო ქალი. ходит შესაძლოა, тут рядом. სადღაც მამაკაცის ახლოს დადიოდეს, მაგრამ Суждено მათი გზები არ გადაიკვეთოს. встретиться. Коба, გობა, разреши считать. მომცემნებას რომ მე სათხე გრძელოთ ჩავთვალო. Хорошо. კარგი. Давай მოდი, вложение. ქალებს გაუმარჯოთ. Мы уже виделись с вами. ერთმანეთს შევხვედრივართ. უკაცრავად. На საპირველ მაისო აღლუმზე. მავზოლეუმის თავზე? მავზოლეუმის თავზე მაშინ სხვა სტალინი იდგა. ხო? вы стояли თქვენ სტუმრების ტრიბუნაზე იდექით. Так, მერე? недалеко от. მამა ჩემთან ახლოს. В общем, მოკლედ, საერთოდ ვერ მომჩნევდით, მე კი სხვათა შორის ხშირად გიყურებდით. он ეს ბუდიონის გვერდით იდგა მისი ულვაში ხომ ყველაფერს ფარავს ამქვეყნად. მის ულვაშს არ ვუყურებდი ალისა. არა ალისა, უბრალოდ მაშინ ძალიან შეუხედავი ვიყავი. Спасибо. გმადლობთ. Только девушка. საკუთარ თავს შეუხედავს მხოლოდ ის უწოდებს, ვინც თავის მომხიბვლელობაში დარწმუნებულია, ხომ ასეა? ხო, რა თქმა უნდა. Давайте выпьем за. მოდი გამარჯვების სადღე გრძელო დავლიოთ. გაუმარჯოს. დავლიოთ. Она закончилась. რა კარგია რომ ომი დამთავრდა. За победу. გაუმარჯოს. Давайте. მოდი ბრუდერშაფტი დავლიოთ. давайте. კარგი. გოგონა, კიდევ ერთი შამპანური მოგვიტანეთ. Вася, ვასილი, სახლში უნდა წავიდე. давайте еще рано. ჯერ ადრეა კატია. У меня ძალიან მკაცრი მამა მყავს ალისა. მკაცრია, ხო? მერე რა? Ну, я думаю, что... არა მგონია მამა ჩემზე მკაცრი იყოს. მომეცით უფლება თქვენი დაგვიანება მე დავიბრალო. Ну, позволяй. უფლებას გაძლევთ.
Васенька. ვასია, ვასენკა. Всё, мы მორჩა, სახლში მივდივართ. ჩემს აგარაკზე წავიდეთ. Ты с ума сошла? გაგიჟდი? Я на... მე მხოლოდ სახლში ვიძინებ. მე შენც ჩემთან წამოდი. Здрасте. გამარჯობა. Вась, чё? რა არის ვასია? Ну что? რა მოხდა? Ну чего? რა მოხდა? დილამშვიდობისა, მამიკო. Это кто? ეს ვინ არის? Это мой ეს ჩემი муж. ქმარია. Муж. ქმარი. Он жениха ჯერ ხელი არ უთხოვია და უკვე ქმარია? уже муж. Не беспокойся. ნუ ღელავ, მამიკო. ის ჩვენს ჯიშს არ გააფუჭებს. ეს სტალინის შვილია.